განვიხილოთ მსოფლიოს კონტინენტებისა და მსხვილი რეგიონების მოსახლეობის წილი, ასევე მსხვილი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 1950-2050 წლებში. როგორც ხედავთ, მნიშვნელოვნად განსხვავდება განვითარებული და ნაკლებად განვითარებული რეგიონების მოსახლეობის წილი, გამსხვილებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში განვითარებულთან შედარებით მაღალი შობადობის გამო ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის წილი მეტი იყო, სადღესოდაც ასეთი რჩება და მომავალშიც მეტი იქნება. 15-64 წლის ასაკის მოსახლეობის წილი განვითარებულ რეგიონებში მეტი იყო 1950-2000 წლების მთელ პერიოდში და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებთან შედარებით. 2020 წლისათვის და შემდგომ პერიოდში ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში 15-64 წლის ასაკის მოსახლეობის წილი უკვე რამდენადმე მეტია ვიდრე განვითარებულ რეგიონებში. მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში, ანუ 1950-2050 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი განვითარებულ რეგიონებში მეტია ნაკლებად განვითარებულ რეგიონებთან შედარებით. ამასთან, როგორც განვითარებული, ისე ნაკლებად განვითარებული რეგიონების მოსახლეობაში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი განუხრელად იზრდება, რაც დემოგრაფიული დაბერების პროცესის ინტენსიურობაზე მიგვითითებს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2050 წლისათვისაც კი განვითარებულ რეგიონებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნად მეტი იქნება ვიდრე ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ რეგიონებში უკვე 2015 წლისათვის 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი გადააჭარბებს 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილს. შემდგომ პერიოდში განსხვავება ახალგაზრდა და საპენსიო ასაკის მოსახლეობის წილს შორის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ხედავთ ახლა აფრიკას და ვისაუბრებთ მასზე. აფრიკა ის კონტინენტია, რომლის მოსახლეობაში მაღალი შობადობის გამო დიდია 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი და ძალიან მცირეა 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. 2020 წლის ჩათვლით აფრიკის მოსახლეობა ახალგაზრდას მიეკუთვნება. 1950 წლიდან პრაქტიკულად 2000 წლამდე 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი აფრიკაში ძალიან დაბალი იყო და ნაკლებ ცვალებადობას განიცდიდა. ამავე დროს ძალიან მაღალი იყო 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2010 წლის შემდეგ აფრიკის მოსახლეობაში წინა პერიოდთან შედარებით რამდენადმე უფრო გამოხატული იქნება ახალგაზრდა მოსახლეობის წილის შემცირება და 15 წლის და უფროსი, მათ შორის 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილის ზრდა. თვითონ აფრიკის კონტინენტზე 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის განსაკუთრებით მაღალი წილით და 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის დაბალი წილით გამოირჩევა აღმოსავლეთ აფრიკა. ჩრდილოეთი და სამხრეთი აფრიკისათვის აფრიკის სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით დამახასიათებელია 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის დაბალი წილი და 65 წლისა და უფროსი მოსახლეობის შედარებით მაღალი წილი. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად აფრიკის ისე მისი მსხვილი რეგიონების მოსახლეობის განვითარებისათვის 1950-2050 წლების პერიოდში დამახასიათებელი იქნება შემდეგი კანონზომიერება.
ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის წილის კლება, 15-64 წლის ასაკის მოსახლეობის წილის მატება და აგრეთვე 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილის გრძა. აღნიშნული პროცესი განსხვავებული სიდიდით იქნება წარმოდგენილი აფრიკის სხვადასხვა მსხვილი რეგიონებისათვის. ახლა მოტანილია რეგიონები აფრიკის და თქვენ ხედავთ მათ. რაც შეეხება, გადავიდეთ ახლა აზიაზე. ზოგადად აზიაში აფრიკასთან შედარებით ნაკლები არის და იქნება 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი, ხოლო მეტი და იქნება 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. დროთა განმავლობაში ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის წილის კლებასა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილის ზრდას 2050 წლისათვის მოხვება 15 წლამდე და 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილის ერთმანეთთან დაახლოება. აღნიშნავთ, რომ ამავე დროს აფრიკის მოსახლეობაში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი თითქმის 4-ჯერ ნაკლები იქნება ვიდრე 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი. აღმოსავლეთი აზია აზიის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით გამოირჩევა 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის შედარებით დაბალი წილით და 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მაღალი წილით. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ აზიაში 2030 წლისათვის 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი რამდენადმე გადააჭარბებს 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილს. შემდგომ პერიოდში აღნიშნული უფრო მკვეთ სახეს მიიღებს. აზიის სხვა რეგიონებში აღწერილი მდგომარეობა 2050 წლისათვისაც კი არ იქნება მიღწეული. ეხლა გადავიდეთ ევროპაზე. ევროპა იმ კონტინენტს მიეკუთვნება, რომლის მოსახლეობა უკვე 1950 წელს იყო დაბერებული და დაბალი შობადობის გამო მცირე იყო ახალგაზრდა მოსახლეობის წილი. განსახილველ პერიოდში 1950 წლიდან ევროპაში მცირდებოდა 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი და იზრდებოდა 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. 2010 წლისათვის 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი უკვე 2-ჯერ მეტი იყო ვიდრე 1950 წელს და ჭარბობდა 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილს. მომავალში ევროპაში კიდევ უფრო შემცირდება 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი და გაიზრდება 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. ამასთან მოსალოდნელია 15-64 წლის ასაკის მოსახლეობის წილის კლება. აღსანიშნავია, რომ თვითონ ევროპაში განსხვავება შეიმჩნევა მის სხვადასხვა რეგიონს შორის. დასავლეთი ევროპა გამოირჩეოდა ახალგაზრდა მოსახლეობის დაბალი წილით, რასაც შობადობის დაბალი დონე განაპირობებდა და უფროსი ასაკის მოსახლეობის მაღალი წილით. ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში ამის საპირისპირო მდგომარეობას ჰქონდა ადგილი. სადღეისოდ გარკვეული განსხვავებები შეენარჩუნებულია, თუმცა ახალგაზრდა მოსახლეობის დაბალი წილით უკვე აღმოსავლეთ ევროპა გამოირჩევა. მომავალში ახალგაზრდა მოსახლეობის ყველაზე დაბალი წილი და უფროსი ასაკის მოსახლეობის მაღალი წილი დამახასიათებელი იქნება სამხრეთი ევროპისათვის. პრაქტიკულად ბოლო პერიოდამდე ლათინურ ამერიკაში შედარებით მაღალი იყო შობადობის დონე და ამის შედეგად აქ საკმაოდ დიდი იყო ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის წილი და შესაბამისად დაბალი იყო უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. მართალია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი დროთა განმავლობაში მატულობდა, მაგრამ 2010 წლისათვისაც კი
ლათინური ამერიკის მოსახლეობა არ იყო დაბერებული. მომავალში შობადობის კლებას მოჰყვება ლათინური ამერიკის მოსახლეობაში ახალგაზრდების წილის შემცირება და 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილის ზრდა. ამასთან დემოგრაფიული დაბერების პროცესი წინა პერიოდთან შედარებით უფრო ინტენსიური იქნება. თვითონ ლათინური ამერიკის რეგიონებს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა, თუმცა ცენტრალური ამერიკა ახალგაზრდა მოსახლეობის მეტი წილით გამოირჩეოდა და გამოირჩევა, ხოლო კარიბები უფროსი ასაკის მოსახლეობის შედარებით მაღალი წილით. უნდა აღინიშნოს, რომ 2050 წლისათვის მდგომარეობა შეიცვლება და ახალგაზრდა მოსახლეობის ყველაზე დაბალი წილი და უფროსი ასაკის მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილი უკვე სამხრეთ ამერიკისათვის იქნება დამახასიათებელი. რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკა აღნიშნულის თვალსაზრისით განსხვავდება როგორც სამხრეთი, ისე ზოგადად ლათინური ამერიკისაგან. ჩრდილოეთი ამერიკისათვის დამახასიათებელია 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის შედარებით დაბალი წილი და 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მაღალი წილი. ამ ნიშნებით ჩრდილოეთი ამერიკა სხვა კონტინენტებისაგან განსხვავებით უფრო ახლოს იმყოფება ევროპასთან. რაც შეეხება ოკეანეთს, ოკეანეთის მოსახლეობის უმრავლესობას არაბორიგენები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში არიან განსახლებული. მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის თვალსაზრისით ავსტრალიელები და ახალი ზელანდიელები ევროპის მოსახლეობის მსგავსია, მათგან მნიშვნელოვნად განსხვავდება მელანეზიის, მიკრონეზიისა და პოლინეზიის მოსახლეობა, სადაც მაღალია ახალგაზრდების წილი და დაბალი 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. თვითონ აღნიშნულ რეგიონებს შორის მელანეზიასა და პოლინეზიაში მიკრონეზიასთან შედარებით მაღალია 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი. მომავალში ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის წილი დასახელებულ რეგიონებში შემცირდება და გაიზრდება 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი, განსაკუთრებით პოლინეზიასა და მიკრონეზიაში.